მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვისაუბრებთ 50 თვისება იმ ადამიანების, რომლებიც სიგამხდრეს ინარჩუნებენ, აი რომლებმაც დაიკლეს წონაში და ინარჩუნებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სულ მუდმივი ბრძოლაა რეალურად წონაში კლება. არ არსებობს ისეთი წერტილი, სადაც მიხვალ და იტყვი, რომ მე წონაში დავიკელი და ეხა ბუნებრივად ყველაფერი კარგად იქნება. არ იქნება ბუნებრივად ყველაფერი კარგად და ამას ადასტურებს სტატისტიკა და ისტორია. ადამიანები, ვინც ikლებენ, მათი 95% წონაში იმატებს ისევ. ამიტომ შევკრიბე ის რჩევები, რომელსაც ყველაზე დიდი მტკიცებულებები აქვს, რომელიც ეხმარება ადამიანებს იმისთვის, რომ გრძელვადიანად იყვნენ გამხდრები. აი ეს 5% ხო არსებობს, ვინც ინარჩუნებს ამ დაკლებულ წონას, ან არ იმატებს წონაში და იმ ადამიანებს რა თვისებები აქვს ამაზეა საუბარი. პირველი რჩევა, ხო, ეს რჩევები არის მარტივი, ეს არ არის რაღაც რთული და რაღაც ისეთი ღრმა იმ შესასრულებლად რთული არ არის, არც გასააზრებლად, ამიტომ მარტივი რჩევები, რომელიც რეალურად დაგეხმარება ყოველდღიურობაში. პირველი მთავარი რჩევა არის, რომ ჭამო ნელა. დაახლოებით უნდა იცოდო, რომ 30 წუთი, ნახევარი საათი ჭამო, ერთი ჭამა რა, ან 20-30 წუთი. ანუ ნელა ყოველი ლუკმა, რომ ნელა დაღეჭო, რადგან ლეპტინი, რომელიც არის სიმაძღრის ჰორმონი, მიაღწიოს ტვინამდე. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მარტივად, ვინც ნელა ჭამს, დაახლოებით 15%-ით ნაკლებ კალორიას ხებულობს ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ შეწყვიტო ჭამა, სანამ სავსედ იგრძნობ თავს. დაახლოებით 80%-ზე რო ხარ, უნდა გაჩერდე. ანუ 100%-ზე, ანუ აღარ უნდა გშიოდეს, მაგრამ კიდე უნდა შეგეძლოს კომფორტულად ჭამა. ანუ ეხა შევჭამ და გავსკდები, ეგრე კი არ უნდა იყო, აი კიდე რო შეგიძლია კომფორტულად ჭამა, მანდ უნდა გაჩერდე. და ანუ შენ თავს უნდა უთხრა დაახლოებით, რომ თავარი არ არის სავსეობა, არამედ ის, რომ ვიყო კმაყოფილი და კმაყოფილებული საკვებით, რასაც ჭამ. 1-დან 10 სკალაზე რო 6-7 იყო რა, აი ეგ არის ყველაზე თავარი. და 80%-ით როცა ხარ სავსე მოკლედ, ეგ ყველაზე დიდ კორელაციაშია არა მარტო წონის შენარჩუნებასთან, არამედ დიდხან სიცოცხლესთანაც. მესამე მნიშვნელოვანი რჩევა არის, რომ ეცადეთ, რომ პროტეინები ან ცილები ჭამოთ ყოველ ჯერზე. ამინომჟავებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, ესენციურ ამინომჟავებს ძალიან დიდი როლი აქვს სიმაძღრის შეგრძნებაში. კვერცხი, რძის პროდუქტები, ყველი, ბერძნული იოგურტი, ხორცეულობა, ქათამი, ინდაური, მნიშვნელოვნად ამცირებს მადას, ანუ ხორცის ჭამა და ცილების ჭამა. სასურველია, რომ დაიწყო დილა ცილებით და არის მეტაანალიზებით დადასტურებული, რომ დაახლოებით თუ კი დილით ცილებს ჭამს ადამიანი, 20-30%-ითაც ნაკლებს ჭამს დღის განმავლობაში საკვებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეოთხე რჩევა არის, რომ ბოჭკოვანი საკვები ჭამოთ. ბოჭკოვანზე ძალიან ბევრი მაქვს ნალაპარაკები, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ორი სახის ბოჭკოვანი არსებობს, ხსნადი და უხსნადი. ხსნადი არის მაგალითად შვრია, რომელიც ჟელეს მსგავს, იცით ალბათ გინახიათ, რომ ასე ჟელეს მსგავს ნივთიერებას წარმოიქმნება ხოლმე და კუჭი ფუვდება და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. არა ხსნადი ბოჭკოვანი აქვს ბოსტნეულს, მაგალითად ხილს და ეგეც ძალიან ეფექტურია სარკმლის სისტემისთვის. და ასევე სიმაძღრისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ რომ ეხა თუ შეჭამ ბოსტნეულს, რამდენიმე საათის განმავლობაში 30%-ით ნაკლებად მოგშივდება. ამიტოა მნიშვნელოვანი.
მეხუთე რჩევა არის ჭამე ინტუიციურად, ხო, ინტუიციურად რას გულისხმობთ? იმას, რომ ხშირად ადამიანები ჭამთ არა შიმშილზე დაფუძნებით, არამედ ემოციურად და მერე გვაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ ემოციურად ჭამთ და არ უსმენთ ჩვენ თავს და ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ უსმინოთ შიმშილის გრძნობას და არა იმას, რომ კომფორტულ საკვები როგორც კომფორტი, ესე არა საკვები როგორც საარსებო წყარო, რომელიც გჭირდება ჩვენ არსებობისთვის და ვუსმინოთ შინაგან სიგნალებს. შინაგანი სიგნალი არის არა მინდა, ახლა მინდა ტორტი არა შინაგანი სიგნალი, არამედ ეხა მშია და ნებისმიერ რამეს დიდი სიამოვნებით შევჭამდი. აი ეგ არის შინაგანი სიგნალი. პორციების კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. პატარა თეფშები, პატარა თასები დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც დიდი თეფშებიდან ჭამენ ბევრს. მეორეს მხრივ ისიც გეცოდინებათ, რომ ჭარბტონე ადამიანებს უფრო დიდი თასები, დიდი თეფშები აქვთ ხოლმე, თუ მათ თეფშებს დააკვირდებით. ხო, უნდა იყოს 20 სანტიმეტრიან ნაკლები დიამეტრით თეფში სასურველია და მნიშვნელოვანია კიდე რომ რასაც ჭამ ერთ ჭამაზე არ იყოს 500 გრამზე მეტი საკვები. 500-იც ბევრი, ან 350 გრამია სასურველი, რომ იყოს ყველაფრიანად, ანუ წყლიანად და ყველაფრიანად 350-დან 500 გრამამდე იყოს, მეტი არ იყოს. ხო, 500 გრამი, ახლა 500 გრამი ორცხობილა რო შეჭამოს ადამიანს წარმოუდგენლად ბევრი. ამაზე არა საუბარი, სალათიანად, წყლიანად, ჩაიანად, ყველაფრიანად 550 გრამს რო არაცდეს, ამაზეა საუბარი. და თუ კი უფრო მშრალ საკვებს ჭამთ რაღაცა, ორიენტირი 350 გრამზე უნდა გააკეთოთ მაშინ. ხო. ნუ სასურველია, შემდეგი მეშვიდე რჩევა არის, რომ სასურველია აიცილოთ თავიდან კალორიები დალევა, ანუ ის კალორიები, რომელიც ისმევა. ასეთი კალორიები არის მაგალითად შაქრიანი ჩაი, შაქრიანი ყავა, ტკბილი სასმელები, წვენები და ასე შემდეგ. ანუ ისე ღებულობ ამ საშუალებებით ჩუმად კალორიებს, რომ ვერც გებულობ. ამიტომ არის რომ ძალიან არასასურველია მიღება და მარტო ამ ტკბილი სასმელების ამოღებითაც კი ჭარბწონი ადამიანები მნიშვნელოვნად ikლებენ ხოლმე და ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ჰიდრატაციის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. ჰიდრატაცია წყალი, დღეში 2 ლიტრამდე წყალი ჭირდება ადამიანს დაახლოებით, ნუ ლიტრანახევარი 2 ლიტრა რო დალიოს რა. და მნიშვნელოვანია იმით, რომ ადამიანებს წყურვილის და შიმშილის ცენტრები აქვს ძალიან ახლო და როცა წყურია ზოგჯერ ერევა ორგანიზმს და გონია რომ შია და ბევრს ჭამს სინამდვილეში, ამიტომ ჯერ დალიეთ წყალი და მერე განსაზღვრეთ რამდენად გშიათ. სახში მომზადებული საკვები არის მე-9 და ძალიან მნიშვნელოვანია ესეც, იმიტომ რომ კვლევებით არის დაასტურებული, რომ ადამიანები, რომლებიც სახში ამზადებენ საკვებს, საშუალოდ 200 კალორიით ნაკლებს მიიღებენ დღის განმავლობაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ჭამენ. გარეთ იჭმება ძალიან ადვილად და სხვა შორის დღეს ნახე ისა შემხვდა მაკდონალდსის შიდა სამზარეულოში როგორ ამზადებენ ბურგერს. მე არ მინდა მაკდონალდს ან რომელიმე რესტორანს გავუწიო ანტირეკლამა, რა თქმა უნდა, მაგრამ აზრი ის არის, რომ როცა ეს მას პროდუქცია ხდება და ძალიან ბევრს ამზადებ, იქ ვერ აკონტროლებ, რა თქმა უნდა, კარცინოგენებს, ეს ზეთი იწვის, მერე ამ დამწვარ ზეთს შეიზილება ეს ხორცი და კარცინოგენებით სავსეა, მოკლედ ის რასაც ჭამთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა ძალიან ცდილობენ იმაზე, რომ იყოს ჯანსაღი ან ნაკლებ მავნე, რასაც გვაწვიან, მაგრამ შეუძლებელია, როცა ესე დიდი რესტორნებია მასობრივად აწარმოებენ რაღაცა, შეუძლებელია, რომ იქ დაიცვან ეგ რომ კარცინოგენები არ მოყვეს. შესაბამისად, სახში ჭამას თავისი ძალიან დიდი უპირატესობები აქვს, გარდა იმისა, რომ ნაკლებად ჭარბწონიანი ვიქნებით. შემდეგი მეათე არის სნექები.
სნექების ჭამა უნდა მიიღოთ სნექი გაცნობიერებულად და გონივრულად, მაგალითად ვაშლი ორცხობილის ნაცვლად, ან ტკბილეულის ნაცვლად თხილეულობა, ან კიტრი, მაგალითად, ანუ გაუცნობიერებელი სნექების ჭამა რომ აი მიყვებიან, აი მოიდგავენ რაღაცას და კრეკერებს და ჭამს. არა, ეგ არის კალორიების დიდი წყარო, გაუცნობიერებელი კალორიების დიდი წყარო და მე რო კითხავ მაგ ადამიანს რომ რა ჭამე, გეტყვის რომ არც არაფერი არ მიჭამია, შეიძლება არც დაამახსოვრდეს. ამიტომ თავიდან უნდა აირიდოთ ეგეთი სნექები. თუ მაინც და მაინც სნექი გინდა, ერთი ვაშლი გარეცხე შეჭამა. ან ერთი კიტრი, ან ერთი სტაფილო, რაღაცა ესეთი, ან სასარგებლო რამე, რასაც ცოტა კალორია აქვს. მე-11 ჩვევა არის რომ ესეთი ადამიანები, ვინც კარგად იკლებენ წონაში, არ გამოტოვებენ ხოლმე საუზმეს. ანუ ჯამურად ხო იყო რომ ბევრი ისინია მაგალითად მოსაზრებები რომ მოდი საუზმე არ ჭამოთ, თუ ჭამოთ, თუ როგორ ვქნათ საუზმე და ჯამური პასუხი მაგაზე ის არის რომ ადამიანები რომლებიც საუზმეს ჭამენ, უფრო დაბალი BMI აქვთ, უფრო ნაკლები წონა აქვთ. ამიტომ საუზმის ჭამა არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ცილებით და ბოჭკოვანი თუ მდიდარი იქნება ხო საერთოდ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია. მე-12 ჩვევა არის რომ ივარჯიშე ძალოვანი ვარჯიშები, კვირაში 2-3 ჯერ მაინც. ხო, ეხლა რა მნიშვნელობა აქვს ძალოვან ვარჯიშებს? უდიდესი აზრი ძალოვანი ვარჯიშების ის არის რომ კუნთები განგვივითარდეს. კუნთებს ახლა ბატიბუტებს და რაღაცას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, კუნთებს გულისხმობ გონივრულობის ფარგლებში, რომ უბრალოდ შენ სხეულთან შედარებით კონდეს ძალა და კუნთები, მაგალითად საუბარი. კუნთები გადაჯაჭვულია რეალურად დაბერებასთან, კუნთების განლევა დაბერება, კუნთების განლევა ინსულინ რეზისტენტობა, კუნთების განლევა ჭარბი წონა. შესაბამისად, ვარჯიში, რომელიც კუნთებს გაძლიერებს და კუნთებს გამრავლებს, ეგ არის სიგამხდრის ერთ-ერთი საიდუმლო, ეგ არის ახალგაზრდობის შენარჩუნების ერთ-ერთი საიდუმლო. მე-13 ჩვევა არის სიარული, ადამიანები რომლებიც არიან გამხდრები, 10,000 ნაბიჯს გადიან. 10,000 ნაბიჯს ვინც გადის, დაახლოებით BMI 3 ქულით ნაკლები აქვს, ვიდრე იმ ადამიანს, ვინც 5,000 ნაბიჯზე ნაკლებს გადის. ეს 3 შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 3 დიდი რიცხვი არაა, მაგრამ დაახლოებით ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყოს 5 კილო, ზოგ შემთხვევაში 6 კილო. ანუ თუ მეტს მოძრაობ, რამდენიმე კილოთი ნაკლები ხარ იმ შენ თავთან შედარებით, ვინც არ მოძრაობს. მე-14 ჩვევა არის პოზიტიური საუბარი თქვენს თავთან. არ უნდა შეხედო მარცხს როგორც რაღაც ფატალურად განსაზღვრულ მოვლენას. არ უნდა შეხედო ცუდ, მაგალითად შეჭამე რაღაც ბევრი ან დაარღვიე დიეტა ან რაღაცა, არ არის კატასტროფა, ეს არის პროცესის ნაწილი, გააგრძელე, არა უშავ რა, კარგია რომ მოვედით აქამდე, კარგია რომ შევძელი, არა უშავ რა ეს დღე შეხვალიდან ვიწყებ ახლიდან და ამ ვაგრძელებ და ეს არ არის პრობლემა. აი მუდმივად შენ თავს უნდა ელაპარაკო პოზიტიურად. რეგულარული ძილი არის შემდეგი მნიშვნელოვანი თვისება. რეგულარული შეიგულისხმება 7-დან 9 საათამდე. ძალიან ბევრი ძილიც არაა კაი, არ ძალიან ცოტა ძილი. 7-8 საათი საერთოდ იდეალურია და კვლევებიც არის რომ თუ კი შენ 7-დან 9 საათამდე გძინავს დღის განმავლობაში, დაახლოებით 25% ნაკლები რისკი გაქვს სიმსუქნის სხვა ადამიანებთან შედარებით, ვისაც ან ნაკლები ძინავს, ან მეტი ძინავს. ალკოჰოლის მიღება მოერიდე რაც შეიძლება, ალკოჰოლს აქვს კალორიები, არა მარტო იმიტომ რომ ღვიძლისთვის ტოქსინია, არა მარტო იმიტომ რომ საწამლავია და ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია, არამედ კალორიები აქვს. გააჩნია რა ალკოჰოლს იღებს,
400 კალორიამდეც აქვს გააჩნია რეჟიმი, შედის შიგნით შაქრები და რა აქვს კიდე დანამატები, 150 კალორიიდან 400 კალორიამდე გააჩნია ალკოჰოლის კონცენტრაციას და ბევრ რამეს გააჩნია კიდე. თუმცა იღებ მაინც კალორიებს და მეტა-ანალიზებით დადგენილია, რომ ადამიანები, რომლებიც სვავენ ნაკლებს, ან არ სვავენ, ზოგადად უფრო გამხდრები არიან იმ ადამიანთან შედარებით, ვინც მეტს სვავენ. ხო, საუბარი არ არის, რა თქმა უნდა, მძიმე ალკოჰოლიკებზე, რომლებიც შეიძლება ძალიან გამხდრები იყვნენ. ისეთ დღეში ქონდეთ ღვიძლი და მთელი ორგანიზმი და მაგაზე არაა საუბარი, მაგრამ ალკოჰოლი ვისაც უყვარს, ზოგადად უფრო ჭარბტონიანები არიან. მე-17 არის, რომ სოციალური მხარდაჭერა იპოვე. სოციალურ მხარდაჭერაში ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფები, აი თუნდაც ეს მარათონები და ესენი რატოა? იმიტომა, რომ რეალურად ადვილია, როცა სოციუმი ყავს, ანუ შენ ყავს ჯგუფი, რომელსაც იგივე მიზნები აქვს, რომელსაც იგივე ტკივილი აქვს, რომელიც იგივე გზას გადის, რომელიც მოტივაციას გააძლევს ყოველდღე, უკეთესად იკლებს წონაში და ეგ არის შემოწმებული ბევრი კვლევით, რომ ასეთი სოციალური მხარდაჭერა ეხმარება იმაში, რომ შენ უკეთ დაიკლო. მე-18 ჩვევა არის, რომ აღწერო რასაც ჭამ. აღწერო მაგალითად ქონდეს დღიური და მართლა აღწერო პირდაპირ გაგებით დაწერო რას ჭამ, რა ჭამე დღეს და ასე. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები გაუცნობიერებლად ჭამთ ხოლმე ძალიან ბევრ რამეს და შეიძლება იფიქრო, რომ დღეს არაფერი მიჭამია, მაგრამ თუ ჩამოწერილი გექნება, შეხედავ, იწურო, ვა, ეს რა მიქნია დღეს. აი ეს არის განსხვავება. შესაბამისად, ამიტომაც არის, რომ აღწერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე-19 თვისება არის, რომ მსგავსი საკვები ჭამე რეგულარულად, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად ჯანსაღი საკვები, რომელიც შეიძლება იყოს ბოსტნეული, შეიძლება იყოს ხილი, ესე, აი რეგულარულობა მიეცი აი ამ ჯანსაღ საკვებს. და თუ კი ამას შეძლებ და კმაყოფილი ხარ აი ამ ჯანსაღი რეგულარული საკვებით, დაახლოებით 200 კალორიით ნაკლებს ღებულობს დღის განმავლობაში. სტრესის შემცირება არის მე-20, სტრესის შემცირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რეალურად, იმიტომ რომ სტრესზე ჭამს ბევრი ადამიანი, ემოციების საფასხოდ ჭამს ბევრი ადამიანი, შესაბამისად სტრესის შემცირება 40% ამცირებს რისკს სიმსუქნისა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს. შემდეგი არის კარდიო ვარჯიშები. კარდიო ვარჯიშებში იგულისხმება სირბილი, ცურვა, ზუნზული, ცეკვა და ასეთი ვარჯიშები. 30 წუთის განმავლობაში ვარჯიშიც კი არა მარტო წვანში კლებაში დაგეხმარებათ, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას ეხმარება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ ვარჯიშს და კვირაში უნდა გააკეთოს ადამიანმა აქცენტი, რომ მინიმუმ 5 დღე მაინც ივარჯიშოს 9 საათი მაინც. სიარულისგან დამოუკიდებლად, სიარულიც ვარჯიშია, რა თქმა უნდა და ამბობენ, რომ აი შეიძლება ვიარო და საკმარისი არ არის. შეიძლება კი თუ სხვა გზა არ არის, თუმცა სასურველია რომ ანუ სიარულს პლუს ვარჯიში ყოველ დღე. იოგა და აი ეს დაჭიმვები ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სტრესს ამცირებს მნიშვნელოვნად და ადამიანები, ვინც აკეთებენ იოგას, დაახლოებით 27% მცირდებათ სტრესი და სტრესის ჰორმონები და ემოციური კვება დაახლოებით 30% მცირდება. ამიტომა რომ მნიშვნელოვანია რომ თუ კი შეგიძლიათ მაგალითად იოგა გააკეთოთ, მით უმეტეს თუ ემოციური კვება გახასიათებთ. მნიშვნელოვანია კიდე სოციალური ჯგუფები, მაგალითად თუნდაც ორდარბაზი, თუნდაც მეგობრები, რომელიც სპორტულად არიან განწყობილი, ან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც ვარჯიშობს, დაახლოებით 30% აუმჯობესებს გრძელვადიან შედეგს ვარჯიშას. ანუ თუ შენ ხარ წრეში ადამიანების, რომლებიც არ ვარჯიშობენ,
მაშინ მეტი ალბათობა რომ შენ დაანებებ ვარჯიშს თავს და თუ ხარ ადამიანების წრეში ვინც ვარჯიშობენ 30% მაღალი იმის შანსი რომ შენს ვარჯიშს განაგრძო. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მუდმივად გადახედო შენს პროგრესს და მიზნებს. ანუ უნდა გქონდეს მიზანი, სასურველი წონა, სასურველი პირობა, სასურველი შედეგი რა გინდა და უყურო პროგრესს, სად ვიყავი, სად ვარ, სად მინდა რომ ვიყო 2 წლის მერე მაგალითად. 100 ადამიანებს დაახლოებით 22%-ით უკეთესი შედეგები აქვთ, ვინც დრო და დრო გადაიაზრებენ თავის მდგომარეობას და თავის პროგრესს აკონტროლებენ. შემდეგი მნიშვნელოვანი არის სტრესის შემცირება. სტრესის შემცირება ხდება მედიტაციით, ღრმა სუნთქვით, mindfulness ეძახიან. ქართული პირდაპირ შესაწყისი არ არის ამისი, თუმცა და რაღაცა არის საკუთარ თავს რომ უსმენ ეგ საკუთარ შეგრძნებებს რომ ბოლომდე უსმენ, ან გავს მედიტაციას მოკლედ. შემდეგი მნიშვნელოვანი რჩევა არის რომ ავიცილოთ თავიდან ემოციური კვება. აი ეგ მუდმივად უნდა ვიფიქროთ რომ საკვები არ არის ემოციური კომფორტისთვის, უნდა გამიჯნო რომ ემოციებზე ეს საპასუხოდ არ უნდა ჭამო. და ეგ მაგის საშუალებით 40%-ით მცირდება დიდი დოზებით ჭამა. ანუ ადამიანები რომლებიც ძალიან ბევრს ჭამენ ხოლმე უმეტესად ჭამენ ემოციების საპასუხოდ. და თუ შენ შეძლებ რომ გამიჯნო, აი ეს დიდი ჭამის ეპიზოდები 40%-ით მცირდება, რაც რეალურად ძალიან დიდი შედეგია. შემდეგი მნიშვნელოვანი თვისება არის რომ უნდა იყო კონსისტენტური და მომთმენი. უნდა შეხედო ისე ამ თელს წონში კლების საკითხს უნდა შეხედო გრძელვადიან და არა ისე რომ ახლა მე დავიკლებ და ჩვეულებრივ ცხოვრებას გავაგრძელებ. არა, ვერ გააგრძელებ ჩვეულებრივ ცხოვრებას. ჩვეულებრივი ცხოვრება არის საკუთარი თავის კონტროლი. ანუ არ დადგება ის წერტილი, სადაც შენ სასურველ წონას მიაღწევ და მე ისევ დაუბრუნდები ძველ კვებით ჩვევას, რომელმაც წონაში მატებამდე მიიყვანა თავის დროზე. არ არსებობს ეგეთი რამე. დაუბრუნდები შენ ამ წონას თუ თავს არ გააკონტროლებ, თუ თავს გააკონტროლებ, მაშინ იქნები ის ახალი ადამიანი, რომელიც თავს აკონტროლებს, რომელიც მომთმენია და რომელიც კონსისტენტურია, ანუ რომელიც ერთჯერადად კი არ უყურებს, რომ ეხა მივიღო სარგებელი, არამედ მუდმივად და მზად არის ამისთვის. შემდეგი მნიშვნელოვანი თვისება არის რომ ისწავლო setback-ებისგან და არ დაანებო თავის setback-ებს, რაც ძახიან, ბევრი ჭამე მაგალითად, რაღაც არ გამოგივიდა. ორმაგი ძალების უნდა შევუტიო. ანუ უნდა უთხრა რომ მე გაკვეთილი ნასწავლია, მადლობა, ეხლა ვიწყებთ ახლიდან. ყოველ ჯერზე და უნდა შენ თავს უთხრა რომ ეს არის პროცესის ნაწილი. ეს არ არის პირადი მარცხი, ეს არ არის საკუთარ თავზე პიროვნულად არ უნდა მიიღო ის თუ ერთი ნაწერი და მეტი ნამცხვარი შეჭამე, არა. ჩვეულებრივი ამბავი ადამიანები ვართ, ჭამთ როცა გვინდა, მაგრამ ვიწყებთ ახლიდან, ყოველ ჯერზე ახლიდან ვიწყებთ უპირობოდ. და უნდა ვიცოდეთ რომ მაგალითად აი რატო ვერ გაუწელი ცდუნებას, იმიტომ რომ რაღაც ის კრემიანი იყო ძალიან, ხო აი სხვა დროს მაგალითად ნახევარს მომიჭრი და როცა ესე ძალიან მენდომება და მეორე ნახევარზე უარს ვიტყვი. ან მაგალითად თუ ვიცი რომ ეს კრემიანი ნამცხვარის ჭამა მიწევს, მოდი დილით არ შევჭამ იმ სულ საჭმელს და შევჭამ ვთქვათ რაღაც მარტო კიტრს და პამიდორს დილით. მერე კი მთლიან ნამცხვარსაც შევჭამ მთლიან ნაჭერს. ხო, შესაბამისად ისწავლე გაკვეთილი წინისგან გააგრძელე უპრობლემოდ. მნიშვნელოვანია ასევე რომ შექმნა მშვიდი გარემო შენს გარშემო, სადაც ადვილად დაგეძინება კითხვა, ცხელი შხაპი, მოადუნებელი მუსიკა და ასე შემდეგ. და ეს რიტუალები მოკლედ ადვილად ძილში ეხმარება ადამიანს და ან უბრალოდ შეგიძლია დაიღალო კარგად და თუ კარგად დაიღლები, მაღალი ალბათობით კარგად დაგეძინება. თუ ინსომნია არ გაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანის უმეტესობას ვინც
დღის განმავლობაში ფიზიკურად იღლება, კარგად ეძინება, თუ რამე სხვა კონკრეტული პრობლემა არ აქვს ხოლმე. შემდეგი არის რომ რეგულარულად აკონტროლო წონა. რეგულარული აწონები არის მნიშვნელოვანი ძალიან. მნიშვნელოვანია რომ არ მიუშვა ეს აწონა შეიძლება იყოს კვირაში ერთხელ, შეიძლება იყოს 3 დღეში ერთხელ და შეიძლება იყოს ყოველ დღე. გაშე ადამიანის ტიპს. ადამიანები, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც იწონებიან, 35% უკეთესად ინარჩუნებენ თავის წონას. შემდეგი არის რომ ადამიანებს შენს გარშემო მოსთხოვე რომ ხარი დაგიჭიროს. ხა ვისაც უყვარხარ და აინტერესებს რა თქმა უნდა, ხა ვისაც არ აინტერესებს იმისგან ვერც მხარდაჭერას მიიღებ და ვერც პრობლემებს ვერ მიიღებ. პრობლემებს ღებულობ იმ ადამიანებისგან, ვისაც უყვარხარ და აი მაგას ვისაც უყვარხარ, მაგათ უნდა უთხრა რომ ხარი დაგიჭირო. უნდა უთხრა შენი გეგმების შესახებ და უნდა უთხრა რომ მოდი, აი შენ თუ მე პატივს მცემ, მოვიტანთ ამ ნამცხვარს სახლში ყოველ დღე მაგალითად. თუ გინდა მაინც გარეთ შეჭამე რაღაცა, მაგრამ აქ არ გვინდა ან მოდი ყოველ დილით ერთად გავიდეთ და ვივარჯიშოთ და ასე. ანუ უთხარი შენ საყვარელ ადამიანს რომ დაგეხმარონ შენი მიზნების მიღწევაში, მაშინ როცა კარგი საყვარელი ადამიანები გყავს, რა თქმა უნდა, რომელსაც გაგება შეუძლიათ და კარგი ურთიერთობა გაქვს მათთან. შემდეგი არის რომ გააკეთე მკვეთრი საზღვრები, გაატარე უარის თქმა ისწავლე, მაგალითად მიდიხარ სადღაც რა და იმის გამო რომ იქ გეუბნებიან რომ აი მოდი ეს ჭამე, არა, მაგის გამო არ ჭამო. შენ თუ გინდა, ძალიან თუ გინდა რაღაცის ჭამა, შეგიძლია ჭამო, მაგრამ იმის გამო რომ სოციალური წნეხი არსებობს, ან სოციალური წნევა არსებობს იქ, მაგის გამო არა. იცოდე, ანუ ვინ ხარ და რა გინდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და შემდეგი რჩევა არის რომ კარგი საკვები და სასარგებლო საკვები ხელმისაწვდომ ადგილას შეინახე, ხელმისაწვდომად გქონდეს სახლში და პირიქით რაც არაჯანსაღია, ტკბილეული შოკოლადი და ასე რაღაცები სახლში ნუ გააჩერებ. ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში დაახლოებით 30% თავმჯდომარესებ ჯანსაღად კვებას და წონის შენარჩუნებას ან დაკლებას. ნებისმიერად ცუდია, მოკლედ სახლიდან ჯობია რომ გადაყარო, აი ხوار გავაფუჭებ და მოდი შევჭამ, არა, ჯობია რომ გადაყარო, კი ან რა ვიცი გაჭირვებულს თუ შეგიძლია რომ იმ მომენტში მისცე, მიეცი გაჭირვებულს, მაგრამ შენ ნუ შეჭამ. მით უმეტეს როცა არ გჭირდება და არ გინდა. შემდეგი არის დაგეგმე საკვები რამდენიმე კვირით ადრე, ან ერთი კვირით ადრე, ან რამდენიმე დღით ადრე რა. იმიტომ რომ ადამიანები რომელიც გეგმავენ და იციან რა უნდა ჭამო, 27% უკეთესად იკლებენ დაახლოებით. შემდეგი არის სამსახურში წაიღე ჯანსაღი სნექი. ჯანსაღი სნექი არის ვაშლი, მსხალი, კიტრი, კვერცხი და ესეთი თხილებულობა ცოტა, ანუ სამსახურში რომ მოიდებენ ხოლმე შოკოლადს და რაღაცებს, აი არა და იმპულსურად ჭამენ, ეგეც არა და მარკეტში რო შეხვალ არ მიხვიდე მშიერი მარკეტში, იმიტომ რომ აიღებ ყველაფერს. და ამიტომ ჯობია რომ წინასწარ იცოდე რა გინდა და მარკეტში მიხვიდე მაძღარი ყოველთვის და დაგეგმილი გქონდეს რა უნდა ჭამო. თავიდან აიცილე რესტრიქციული დიეტები კიდე, იმიტომ რომ ადამიანები რომელსაც წონში კლების პრობლემები აქვს, ძალიან შემზღუდველი დიეტები უჭირთ და უჭირთ ერთია და რომც გაიჭირო და გააკეთო 42% მეტი შანსი გაქვს ისე დაუბრუნდე მერე ძველ კვებას და პირიქით მეტი ჭამო, იმიტომ რომ რესტრიქციული დიეტები არის ძალიან ცუდი. შესაბამისად მაქსიმალურად უნდა აიცილოთ თავიდან ასეთი დიეტები. და ბოლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის რომ უნდა გააცნობიერო, რომ წონაში კლება არის ცხოვრებისეული მოგზაურობა. წონაში კლება არ არის წერტილი, რომელსაც მიაღწევ, არამედ არის მოგზაურობა, როგორც ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას არ უყურებენ, როგორც A პუნქტიდან B პუნქტს, ისინი უკეთესად უფრო ბედნიერად ცხოვრობენ და უფრო წარმატებულებიც არიან ხშირად. და ადამიანები, რომლებიც მუდმივად ელოდებიან ხვალინდელ დღეს, რომ აი ხვალ რაღაცა მოხდება, ან ხვალ რაღაც
კაი იქნება, ხვალ პირობითად შეიძლება 5 წელი იყოს, შეიძლება 10 წელი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. მათ და ან მივახწევ რაღაცა წერტილს, როცა ბედნიერი ვიქნები, ეგ ადამიანები ვერაზრს ვერ აღწევენ ხოლმე როგორც წესი. ასევე ზუსტად წონაში კლება, უნდა მიიღო ესა ცხოვრებისეული მოგზაურობა. წონაში კლება, შენი საკუთარი სხეულის მართვა, ცხოვრებისეული ამოცანა და ამ ამოცანის გადაწყვეტა მოგიწევს ყოველ დილით, როცა ადგები და შენ თავს შეხედავ და შენ თავს ეტყვი, რომ აბა დღეს რას ვჭამ, დღეს როგორ მოვიქცევი. ზუსტად ეგრეა. ზუსტად ისევეა, როგორც შენ ყოველ დღე წყვეტ იმას, მე კარგი ადამიანი ვიქნები დღეს თუ ცუდი ადამიანი ვიქნები, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი დღე იყავი კარგი ადამიანი, თუ დღეს მიიღე გადაწყვეტილება, რომ შენ დღეს ცუდი ადამიანი იქნები, იქნები ცუდი ადამიანი და შეიძლება გააკეთო ისეთ ცუდი საქმე, რომ გადაფარო ყველა სიკეთე, რაც აქამდე გიკეთებია. აი ასევე ცხოვრებისეული მოგზაურობაა ზუსტად წონაში კლებაც, რომ კი, შენ შეიძლება ბოლო 100 დღე იდეალურად იკვებე, მაგრამ შემდეგი 100 დღე თუ აუშვი, აი ის 100 დღე დაიკარგება. ასე რომ გისურვებთ წარმატებას, ვინც წონაში იკლებთ, არის რთული, ან პირადი გამოცდილებითაც შემიძლია გითხრათ, რომ არის რთული, მაგრამ ეს ამად ღირს. მადლობა რომ მისმენთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ მხარდამჭერა, მაშინ გამოჩნდება აქაც და აღწერაში, ვიდეოს აღწერაში არის დონაციებისთვის ანგარიშის ნომრები, ასევე ვისაც გინდათ დონაციას დამატებული ჩემთან პირადად გასაუბრება და კონსულტაცია, პატრეონზე შეგიძლიათ გამომწეროთ და მანდ გექნება საშუალება, რომ პირადში მომწეროთ, ზოგჯერ არის, რომ დეტალურად უნდა საკუთარი მდგომარეობის ახსნა ჩემთვის და მაგ ადამიანებისთვის განსაკუთრებით. თუ დონაციების სრული არ გაქვთ ან არ შეგიძლიათ, პრობლემა არა, სრულად გასახარია ჩემთვის ისიც, ვინც ყოველი მათგანი, ვინც ლაიქებს, ან დადებით კომენტარს წერს, ან აშიარებს, ან გამომწერს არხს. ესეც ძალიან დიდი საქმეა თქვენი მხრიდან არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.